ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კომპანია სოკარგაზ ჯორჯიას წარმომადგენლებთან ერთად გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში გაზგამონაწილებელი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ გამარჯვების მოსახლეობას ბუნებრივი აირით რამდენიმე წლის განმავლობაში ნასოფლუსი ამარაგებდა, თუმცა გასული წლის შემოდგომიდან კომპანიამ სოფლის გაზომარაგება დავალიანების მიზეზით შეწყვიტა. რამდენიმე თვის განმავლობაში მოსახლეობა ბუნებრივი აირის მიწოდების მოთხოვნით პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავდა. ივნისიდან სოფელს გაზომარაგება კომპანია სოკარგაზ ჯორჯიას მიერ აღუდგა. ამ დროისათვის გამარჯვებაში მცხოვრები 900 აბონენტიდან 550 ოჯახს ბუნებრივი გაზი უკვე მიეწოდება. სრული გაზომარაგება უახლოეს დღეებში დასრულდება. სექტემბრიდან ფაქტიურად ამ სოფელს გაზი არ მიეწოდება. ლიცენზიანტი კომპანია, რომელიც ვალდებული იყო, შეესრულებინა ეს ვალდებულება გაკოტრდა, მას დავალიანება გაუჩნდა სოკართან მიმართებაში და მოსახლეობას ფაქტიურად გაზმიწოდება შეუწყო. ამ პრობლემით, როდესაც ბათუმ პრემიერს მიმართეს, ჩვენ მაშინვე დავიწყეთ სამუშაო ღონისძიებები, გარკვევა მოძიება თუ რა ხდებოდა და დღეს უკვე სოფლის 500 აბონენტი დაახლოებით ჩართულია, გაზი მიეწოდება და 4 შაბათს დაახლოებით მთელ სოფელს აღუდგება გაზი მიწოდება.